იცი რა მინდა რა გაკეთებინო? ერთი კომპლიმენტი უთხარით აბა ერთმანეთს. ხუჭუჭო. მაგრამ კაი ერთი წუთი. უმრობ ხალხ. ოკეი? ესე დავიბადე რა გავაკეთო. ცოტა კაი კომპლიმენტი მოიფიქრე. კაი მასალა. შეგვიძლია ჩვენც ახლა პროსტა ვილაპარაკოთ, ცოლობას არ გთხოვთ არა ვიცი. შენ გსჭირდება ერთი კაი creative ADHD გოგო. ეტყობა რა გაფრენილია. გაფრენილია. შენ აფრენ. ვეძებ გოგოს, რომელსაც არ ყავს ბიჭი საუკეთესო მეგობარი. ყველა იგინება დედამიწაზე და მეც ვიგინები. ვატაკო, თუ არ ვატაკო. ყაჩაღი არ ვაყაჩაღებ არაუს. მეც ჩემნაირები მომწონს და ეგ არის. აი, კაია. ემეგობრებოდი? საუკეთესო მეგობარი არ ვიქნება. არა ემეგობრებოდი. მე სხვა პონჩი მაგ გაფრენილი. ანუ ოპ, მოდი. გამიხარდა. დაბრწანდი. გამარჯობა. რა ქვია? სანდრო. დავჩაუყურე და ხო, ეს არის ისეთ სენსიტიური მიკროფონია. სანდრო. სანდრო, რამდენი წლის ხარ სანდრო? მე ვარ 20 წლის. მე ძალიან მომწონს შენი სტაილ, ფერები გაქვს იდეალურად შეხამებული. მადლობა. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. რამდენი წლის ხარ? 20. 20-ის. უნივერსიტეტი თუ მუშაობ, თუ არც აი სადღაც შუაში. მესმის შენი. რა გინდა რომ გააკეთო შემდეგ რამდენ წელს, რავი, 40 წელი, 50? მუსიკა უნდა ვუკეთო. მუსიკოსი ხარ? კი. ყოველ შემთხვევაში, როგორ რა ნაწილში, ანუ ინსტრუმენტი, ვოკალი, ბენდი, სოლო? პროდიუსინგი, საუნდ ინჟინერობა და ჩაიწერე, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია დღესდღეობით და ძალიან რთული. მისმინე. გოგო როგორი გინდა მუსიკაში უნდა ერკვეოდეს მუსიკოსი წარმოგიდგენია შენ მე არ ნახევარი? არა, აუცილებელი. არ არის აუცილებელი. სხვა შორის არა აუცილებელი. ჩემთვის თავარი არის რომ გონება გახსნილი იყოს. ანუ რაღაც მიდი აბა. უცნაურ რაღაცებში რო გამომყვეს რა. სპონტანური ხარ? ძალიან. და უცნაურს აი რას ეძახებ? პირველი დეითი მინდა რომ ფსიქოლოგთან წავიდეთ და თავი მოვაჩვენოთ რომ ცოლქმარი ვართ 10 წელი. კაი 10 წელი ჩემ შემთხვევაში არ ქონდა. 1-2 წელია. და შორდებით გაყრისპირას ვართ და კარჩევ თამაშობთ რა. და ამაში რომ შენ ფულს იხდი, იცი? ანუ არა უშავს. ექსპერიენს არის რა. კარგი, გამოცდა მინდა. ერთმანეთს ძალიან მაგრა შეისწავლით. ტყუილში როგორი ხართ, სიმართლეში როგორი ხართ. Yes, აზროვნებაში და აი საი პერსონალიტეტში რა. ძალიან კაი პასუხი იყო. ვაუ, ძალიან მომეწონა. ისე და ნაყოფხარ ფსიქოლოგთან? არა. ეს მაგიტო გაქვს ეს რომანტიკა, იმიტომ რომ იქ ისეთი შარი იწყება ხოლმე, ჯობი. ხო და ეგ საინტერესო არის რა. მესმის რასაც ამბობ. ანუ პროსტა თუ მივედით და ანუ კი, coffee date-იც კაი არის და ყავას დავლევთ და კი. მაგრამ აი ეგ არის რაღაც სხვა დონე არის რა. ჰე, მისმინე. ვიზუალური რამე ის გაქვს, რაც მოგწონს? ეს ყველაზე ისეთი ზედაპირული კითხვაა, მაგრამ შიგადაში უნდა შეაგდომათ. არა სხვათა შორის რა, აი ძალიან გააჩნია. მაგრამ ხუჭუჭებს პლუს 1 ქულა რა. ხუჭუჭება. კარგია. შენ თავში რა არ მოგწონს? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შენს თავში რა არ მოგწონს. ჩემს თავში რა არ მოგწონს? ან შეიძლება სხვას რა შეიძლება არ მოეწონოს, მოცა? მოცა რომელი? აი რომელიც გინდა რა ვიცი. ჩემ თავში რა არ მომწონს? გაი ერთ წუთი ეს კაი კითხვა არის და მე გეტყვი ჩემსაც თუ გინდა მე ვარ ძალიან პეთქებადი. და ჩემ თავში ეგზოქს მოწონსო? არ ვიცი. True that. ჩემ თავში რა არ მომწონს? არ ვიცი, შეიძლება რო არ მაფიქრდება არაფერი ეგ სხვას არ მოეწონოს ჩემში. აი ეგ არის შენი იფიქრონ რომ არ აღიარებსო არაფერსო, თავის გონიაო. ნახე როგორ ჩაშ. ეგოისტიო, ნარცისისტიო და რაღაც. არა მგონია იყო, ხო არ ხარ? ხო არ. შენ იცი რა მგონია იცი მე? შენ გსჭირდება ერთი კაი creative ADHD გოგო და ერთად რა. ADHD-ში არ ვარ დარწმუნებული. ანუ შენაირს არ ეძებ? ანტიპოდი ხარ ეგეთები, ანტიპოდები რო უყვართ? არა. ისაც ვეძებ ვიც დააფასებს რა. და დამოფასებს და მეც დავაფასებ და ანუ რაღაცნაირი ისეთი რა არ აუცილებელი უბრალოდ ჩემნაირი იყოს. სხვათა შორის ჩემნაირი ხალხი მაგიზიანებს და შეიძლება ეგ იმას ნიშნავდეს რომ ხო რა ვიცი. მაგრამ ეხა ფსიქოლოგი მართლა რო ვიყო, კაი მასალა. ხო რა. მე ძალიან მოწონს ეს ბიჭი. აბა რას ფიქრობთ გოგოებო? მე ხუჭუჭა გოგო. ამოდით რა ხუჭუჭა გოგოებო. Yes.
Hello. hello ეს ქონის გასწორებული თქმა მქონდა სხვა შორის და დავიბანე სპეციალურად, იმიტომ რომ ხუჭუჭა და ყველა უნდა ხო და იცოდეს. მაგით ოჩა ძალიან მომაზით მაგო ძალიან პირველ დეიტს ერას ფიქრობ ეგრე რომ წავიდეთ როგორ? ფსიქოლოგთან ხო და აი ეგ უნდა მეთქვა, ანუ ძალიან მომეწონა ეგ იდეა, იმიტომ რომ ჯერ ერთი მეც მსახიობ სამსახიობაზე ვსწავლობ. nice ჩვენერი და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ რამხელა გამოცდილება არის ჯერ ესე რეალურად მაგის გაკეთება. თან ძალიან ფანარი, ანუ ისიც არ მაინტერესებს გაგიცნობ არ გაგიცნობ რეალურად რა, ანუ უფრო ის არის რომ ძალიან ფან იქნება. ანუ ძალიან გავერთობით. რა ანუ ეგ თან ორივემ რო ვიცით რომ ვიტყუებით და იმან რო არ იცის და აი ძალიან რო ცდილობს რომ შეგვარიგოს თუ რა. მით უმეტეს აი ჩვენც ხო ერთმანეთს არ ვიცნობთ პირველ დეიტზე რა და კიდე უფრო გადაობა არის. ხო. იმიტომ რომ ანუ აზია რო არ შენ აი რა გიყვარს რაღაცა ეგეთი. ხო აი იმას კი არ ვაპირებთ რომ რაღაც აი ვილოპარაკოთ რაღაც ინსტაგრამზე და მე წავიდეთ და დავიგეგმოთ რაღაც არა ანუ მივდივართ ეგრევე ამ დროს დავშავ წერტი აი ძალიან მაგარია ძალიან მაგარი ტრეინინგია თქვენ ან ძალიან მოგწონს ეს ამბავი როგორი ხასიათია გაქვს როგორ აღწერდი შენ თავს აი რაღაც გეუბნებიან რომ დამიწერე აი შენი აზრით აი რომ მიყურებ როგორი ხასიათი შეიძლება მქონდეს ემპათიური ხარ უეჭველი ხო კი უფრო ექსტროვერტული ხარ ალბათ ვიდრე ინტროვერტული მაგრამ სპონტანური ხარ და აი რა გინდა მაგარი კარგად ვიდი ხო აი შეიძლება ძალიან პირდაპირი არისო რა აი ზოგს ხომოსთ ან ზოგი ან მოსდის არა უბრალოდ პირდაპირი კომუნიკაცია არა უფრო შეიძლება რაღაც ანუ დრამას კი არ შექმნიან რაღაც უბრალოდ შეიძლება რაღაცა გერიდებოდეს და იქრე ამბობდე ესე მგონია მორიდებით არ მერიდებ არასდროს უბრალოდ იმ სიტყვას ვარჩევ რაც მგონია რომ იმ ადამიანთან უნდა შევარჩიო რა ანუ ძალიან თავხედურად პირდაპირი ანუ ემოციური ინტელექტი გაქვს რა ასე მგონია და მეც რაღაცა იგრე დავინახე და აშკარად მომწონს რა მაგარი და ხონო გონება გახსნილი ხარ და რაღაც ეს რო დაამუღამე ხალ ფსიქოლოგთან წასვლა იქ კიდე არ მოგეწონა იქ არის უკვე ანუ 1%-ში ხარ რა და იქ აი ვაუ მე ძალიან მიყვარს ერთადერთი არა ეხა ვიცი რომ არა ეს ტრამვაში შეგიძლია ჩაწერო ანუ ძალიან მიყვარს ეს რა ქვია პირველობა რა ანუ იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ძალიან ანუ მთელი ბავშვობა შეჯიბრებში და რაღაცა და ძალიან მივეჭირე რამე სპორტული ცეკვა და სულ ამ შეჯიბრების გამო უცებ ვამუღამებ რომ ძალიან დიდი მოთხოვნილება მაქვს რომ ვიყო პირველი ოღონდ ძალიან ცუდი არის ეგ რეალურად ანუ რედ ფლეგი შენი ეგ არის უეჭველი და შენ მეორე ნახევარსაც ეჯიბრები ხოლმე კი სხვათა შორის მართლა ანუ ერთ-ერთობაში ვარ ნამყოფი და გავაწამე ანუ იმას გავაწამე იმან უფრო გავაწამე მაგრამ ანუ მართლა სულ შეჯიბრში ვიყავ მე თქი ჯერ მე ვთქვი რა შეჯიბრებოდი ყველაფერში აი საერთოდ დაჟე დაშორება რომ დაჟე მე შენ უნდა დაგესწრო ხო არა მაკდონეზე არა პროსტა ეხა გავადიდე რომ მიხვდე რა მართლა ძალიან too much. კაი ამბავია ეგ. იმიტომ რომ ორივე, ახლა ჩემ პერსპექტივას ვიტყვი, არ ვიცი მაყურებელი მეთანხმება თუ არა, ორივე არიან ძალიან გახსნილები. ორივეს აქვს ძალიან კარგი უნარი და ემპათიის უნარი, მეორე ადამიანი კარგად დაინახეს ჩემი აზრით. იცი რა მინდა რომ გაკეთებინო? ერთი კომპლიმენტი უთხარით აბა ერთმანეთს. ხუჭუჭო. მაგრამ კაი ერთი წუთი. უმრობ ხალხ, ოკეი? მარა ხუჭუჭა არის ანუ ეს დავიბადე რა გავაკეთო ცოტა კაი კომპლიმენტი მოიწვია მე დაგლოცა მე ძალიან მომწონს შენში ისევ გავამოხვიდე ყურადღებას გონება გახსნილობა და აი ეს აი მოკლედ სპონტანურობა და რაღაც ჩემთვის არის აი ნომერ პირველი რა ურთიერთობაში და ამიტომ შენში მაგ თვისებას ძალიან მომწონს და მომწონს ძალიან კაია აი მე გეტყვი შენი ლაპარაკის მანერა, ანუ რაღაც კარგად საუბრობ რა, სასიამოვნოდ. და ძალიან მაგრა გამოიცანი ყველაფერი, ანუ ესე შევხედე და ყველაფერი მიხვდი და რა, ეგეც რაღაც ნიჭია ალბათ. კარგია, ძალიან კარგია, ძალიან მეწონათ. ადლო. ვატაკო, თუ არ ვატაკო, ჯეანდრეა, ვატაკო, თუ არ ვატაკო. განი შეიძლება ითქვას, რომ თქვენ წახვიდოდით დეიტზე? აუ რაღაცას ვიტყვი უცებ რა ზოგადად დეიტის იდეაზე რა მედი აბა რა მოგწონს რა ვერ დეი ანუ არ შემილია დეიტი თუ მივდივარ ძალიან მეგობრულად იმიტომ რომ მაგ დროს უფრო კარგად გაიცნობ რეალურად ადამიანს მაგრამ იმ დეიტზე უეჭველი წავიდოდი ანუ შენ დეიტზე რა იმ ფსიქოლოგთან ჩაწერებია უეჭველი მოვიდა ორ შაბათი
შენ არ მოვიდეთ ფსიქოლოგი რა იყო შენ. მე ერთი აუ ეს ფურცელი უნდა გამატანოთ რა. ეს ფურცელი არის ქვეყნისთვის მეგობრებო, ქვეყნისთვის. მაგრამ მე მოგიყვებინებ ჩავწ. კი ბატონო. ჩემო კარგებო. მე მინდა ერთი კაი ამბავი გითხრათ, რადგან თქვენ ძალიან დაკლიკეთ ამ ფსიქოლოგის დეიტზე. ჩვენი ყველაზე კარგი მეგობარი ტიპსი ბეიბი გთავაზობთ რომ დაგიფინანსოთ ეს ამბავი და ფსიქოლოგთან მართლა წახვიდეთ და გააკეთოთ ეს დეიტი. რას ფიქრობ? მაგარია. ძალიან მაგარია. Best date in human fucking history. Pull up. ძალიან მაგარია. მადლობა. მაშინ მე ფოტოებს გამოგართვათ და რაღაცებს, okay? Okay. მე მოგიყვებით ყველაფერს. ძალიან ოქროები ხართ. გაქრით და გაერთეთ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. ერთი ბიჭი კი დავინახ. ეს ბიჭი მეცნობა. მოდიაკ, ეს პირველ პაემნებზე იყო. რა იყო შენ ვერ იპოვე შეყვარებული და დამიბრუნდი? არა, ვაწურინებ კარიერას. ჯერ კარიერა. მაგრამ ვინც არიცით? ალექსანდრე ხო? არა. ზოზა. ზოზამ წინა გადაცემაში თქვა რომ და ძალიან აქტუალური და viral გახდა ეს ამბავი, რომ ჩემთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანი არისო, ვიდრე სიყვარულიო. და ანუ არ არის ეს facepalm ამბავი, იმიტომ რომ თან რაღაცნაირად მართალიც ხარ, მე მახსოვს წინასწარ შეგეწინააღმდეგე, მაგრამ მე ძალიან მესმის შენი. ეხლა ამ ეტაპზე, როდესაც მე გიცნობ და ვიცი, რომ კარიერულად დაგლევინა პატარა. ცოტა მალე უკვე რაღაც ძალიან მომანათ ამ შუქმა. ძალიან მომანათ. ხო რა, რავი, აი რაღაც კარგად ვარ, სიყვარული არ მიპოვია, მაგრამ კარიერას კარიერა მიდის. მომიტევი, ეხლა როგორც ვცნობ თავს, რომ აი თქვი რომ სიყვარული ჯერ არ მიპოვე, მაგრამ კარიერა მიდისო. ბედნიერი ხარ? კი. აი არის, რავი, ანუ სიყვარული ხო არ არის აუცილებელი რომ ეძიო თან გიჟივ. არა, ანუ სავსედ ხო გძნობ თავს, როდესაც კარიერა ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეგ მაგის გარეშე ხო სიყვარულის პოვნაც რთულია, თუ შენ თავს თავდაჯერებულად არ გძნობ. ანუ ხო სულ სხვა game გაქვს, როდესაც კარიერულად ხოძე ხარ. ხო, რა, ეხლა მეც ცოტა ისე მომივიდა, ძალიან ისე მოჭრა. ცოტა მიგეკხო. არა, გოგორად მინდა მე. არა, როგორ არ მინდა პოსტა. არა, ვიცი რომ გინდა. როგორი გოგო გინდა? ძალიან დალაგებული გოგოები არ შეებილია, კაროჩე რა. ფიზიკურად თუ მენტალურად? არა, მენტალურად, კაროჩე. ცოტა აუტყოფი გოგოები. I like freaky girls, bro. Okay, what you call freaky? ანუ ეშენთვის freaky რა? აი, ძალიან დალაგებული გოგო როგორი არის, თუ გინდა მაგას განმარტავ და მე მანდედან ხვდები. აი, არ ვიცი, აი, ყველაფერი რო დროებით აქვს ჩამოწერილი, ხო ხვდები? აი, ძალიან მოწესრიგებული ნოუთბუქები რო აქვს და ყველაფერი რო ძალიან აწიკწიკებული არის, საათები, დროები, დავალება, მეცადინეობა და რა, ცოტა OCD პანტი. ეგ აი არის, ოღონდ ცოტა თუ აფრენს რა, ანუ ამ ყველაფერთან ერთად სხვა მიმართულებითაც თუ აფრენს რა, ანუ აი, მარტო კლასიკურ მუსიკას რო არის, მაგრამ ჯაზი და უცებ რო როიჩდება. არ ვიცი, ძდილობაზე რო აქვს გოგოებს გაჭედილი, ეგეც არ შემიძლია, ანუ ვიგი ყველა იგინება დედამიწაზე და მეც ვიგინები და დეიტზე შეიძლება მესმის. ძალიან ხო. ანუ აი პროსტა ძალიან ისეთ რაღაცას რო იტყვი მარტივს და რას ქვია? რო იძაბებიან რო ნუ იგინები. ხო, თავისუფლება. ბოლო. კი, ხო. ბოლო. არა მესმის შენი. იმისთან მიუხედავად რომ თქვი როგორი გოგო არ გინდა, იქნებ გითხრა როგორი გინდა? აი ძალიან ძმაკაცური ურთიერთობაც რო შეიძლება რო ქონდეს რა, აი როგორ შეიძლება რო ვერ მიხვდეს ვერავინ რო ერთად ხართ თუ რაღაცა იქ პონტი რა, აი მომეწონა. მეგობრები რო ხართ. მომეწონა, შენ ის ტიპაჟი ხარ, ანუ ძმაკაც თანამგზავრს ეძებ რომ ყველაფერში გაგიგოს. ხო რა, ისა სიყვარულს მალვა უყვარს პონტი რა, აი ვერ მიხვდებით რომ მეგობრები ხართ თუ შეყვარებულები? მომწონს მე ეგ ამბავი. რა ხდება? მომწონს ეგ ამბავი. გოგოები, რას ფიქრობთ მაგაზე? გინდა თქვენმა ბიჭმა რომ ძალიან რაღაც ყოველთვის ესე გატაროთ თუ გინდათ რომ მეგობრებიც იყოთ? სიგიჟერე ვინმე მიყვირეთ რამე, ხო? კი, ხო? პრინცესული პანტი. ასწორებს მეგობრება. ხო, კაი პანტი არის. აი პანტი მე გოგო. გოგოებო, რას ფიქრობთ? ვინმე ხო არა მოხვალთ? რაც რავი. არა, თან წინაზე მაგარი ხახამშრალი დავრჩი, ანუ ირონა ვიჟეხი და ლაპარაკობდი, ხო ხდება, ანუ პროსტა ლაპარაკობდით. შეგვიძლია ჩვენც ახლა პროსტა ვილაპარაკოთ, ცოლობას არ გთხოვთ, არა ვიცი. აი გოგოები არიანი. ნუ ვიმეგობროთ. არა. აი ქრომამაზი გოგოა, აი ხედავთ. მე მგონი ეს არის ის რა ქვია, ბედის წერა არის რა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რომ განვავრცოთ რაღაც იდეები. ჩვენი სეგმენტი უნდა გქონდეს, გონი რომ
გონი ვისაუბრო. წინაზე ეგ გააკეთა, საბოლოოდ მე მაფიქაფებ და we practiced. რამდენი უნდა ვიფრაქტისოთ? სად არის ეს ბიჭი გოგოსთვის? მოუყვანეთ ვინმე. Get the music out of the practice room, bro. Get in გავაკეთე რა. ეგ გოგო მიდის პაემანზე ბიჭო. ყაჩაღი არ ვაყაჩაღებ არაუს. ამო აბა. აი დაცემაში რა გოგოების ნაკლებობა. ალექსანდრე. ლილე სასიამოვნო. მე მოვისმინე, მე უკვე ჩავბიხედე შენ სამყაროში რა. ხარ დალაგებული? ძალიან დალაგებული ხარ? იქიდან გვალეში გავდი, მეთქი ხო ანუ ეგ არის. შანსი არა. როგორ უნდა იყო დალაგებული? ანუ მთელი ცხოვრების მუღამი ეგ არის, რომ შენი თავი აღმოაჩინო, შენი თავი ბოლომდე იპოვო რაღაცა და ეხა თუ მე 19 წლის ასაკში ყველაფერი ვიცი, what the fuck? არა, ხო და ეგ არის, რომ ილუზიას ქნი, რომ დალაგებული ხარ და ეგ არის, რომ ცოტა გაფრენილი გაქვს და შენ ცდილობ, რომ ეხა ყველაფერი გაწერო, დაწერო, რომ ყველაფერი რა. ანუ? გაქვს ცოტა გაფრენილი? ანუ ძალიან. Let's fucking go. ანუ მაგპანჩი არა რა, ანუ ეხა არ ვიცი როგორ. შენ მოყევი რამდენად გაფრენილი გაქვს და მე შეჭ. ეტყობა რომ გაფრენილი აქვს. ხო, ცოტა გაფრენილი მაქვს, მაგრამ არა გაფრენილი. ანუ რაღაც ისა აქვე, მოძალადე არ ვარ, მაგრამ გაფრენილი მაქვს რა, შიგმა. უი. Oh shit. ძალიან კარგად გიაცვია. ეხლა ეს არ მაცვია ხოლმე. ძირითად შემთხვევაში ის ვარ ხოლმე რა, სპორტულებში ვარ ხოლმე. ხო, მუსიკოსი ვარ რა, მუსიკას ვაკეთებ და მე მგონი დალაგებული ხალხი ვაფშე მუსიკას არ აკეთებს რა. არც დალაგებული ხალხი ვერ თეატრში და სახიობიც არ არიან. რა მაგარია? მუზა ხო გჭირდება, მუზა რა, პროსტო რაღაცა ხო გჭირდება, რაც უნდა გამოძრავებდეს. ძირითად შემთხვევაში ეგ შენ რა საქმიანობ შენ? კერდა რა სწავლობ? თეატრალურზე ვსწავლობ, თეატრალურში, თუ თეატრალურში. გაფრენილია, let's go. და რომ რა უნდა გითხო? რა? მეც მითხარი რომ გამომძვრებას. რა გამოძრავს ცხოვრებაში? აი რა შენი მიზანი რა არის? რა რისკენ ილტვი? ხალხის გინდა რომ ასიამოვნო თუ პოზიტივი გინდა რომ გავრცელო თუ აი ბოროტი ხარ? ბოროტი არ ვარ და პოზიტივიც არ მინდა რომ გავვრცელო. პოზიტივი თავისით მევრცელინება ხოლმე ალბათ არ ვიცი, მაგრამ მამოძრავებს აი წეღარავთ თქვი რა, ჩემი თავის აღმოჩენა რაღაცნაირად. ჩემ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება რა. ოკეი. და როგორ გამოიყურება? აი რას აკეთებ მაგისთვის? მარტო ყოფნა. მაგით. ანუ ხო, მარტო რო ხარ, უკვე თავისით მოვა რაღაცები, რასაც იზავრო, მაგას მიაღწიო, მაგრამ უეჭველი და თეატრალურის გამო სხვა შორის ძალიან არ მაქვს მაგისტრო და უკვე ესეთი ვარ ხოლმე ძალიან მოქმედებს. ხო. მარტო მინდა რომ ვიყო გთხოვთ დამტოვეთ. მაგარი არის საქმეში დაკარგვა მაგრა ასწორებს. ანუ მგონი მან პოულობ კიდე ცალკე შენ თავს არ ვიცი. მე ეგრე მგონი. ისე თქვენთან თანამშრომლობას შეგიძლიათ რაღაც ხრივ, იმიტომ რომ მე მღერითან. გაჩნია რას მღერი, გაჩნია. მაგრამ თან მე მგონია რომ აი ორი ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ერთად ცოტა მეც მგეთანხმები მაგაში ხო? გქონია ურთიერთობა ვინმე ხელოვან ადამიანთან მეორესთან? მოცეკვავე და მუსიკას აკეთებ. მე ხა აქ ვართ. მოვედით აქამდეც. მე ძალიან არ ვიცი. ამ დეიტზე ანუ ხმა რა მომიყენე და ყველა დეიტი ესეთი იყოს, მაგრამ რომ ძალიან კარგი ქიმია გქონი, you guys are a match. ბერნაირად, ეხლა ეს გოგო Walter White. შაბათი დეიტზე მიდის, მაგრამ მე ესეთი ის გამიჩნდა, რომ თქვენ შეგიძლიათ რომ threesome therapy გააკეთოთ. What? It's crazy. სამი თქვენ სიკიჯებზე ლაპარაკობთ. აი ბოდიში ამოჭერ. აქ ლაივში ვეღარ ამოიჭრებ, რაც ითქვა. აი ეს მე მიყვარს ამ საღამოში ეგ ის ყველაფერი რაც არ შედის კატში რომ ამათმა იციან და it's out in the world ეგ არის კაი. ხო და უნდა მოხვიდეთ მაგითო რომ რაღაცეები ექსტრა მოისმინოთ. მადლობა. Thank you. მე არასდროს ვითრო ვითამაშოთ და ვისაც არ აი ოღონ მე სულ ვერ ვიფიქრებ ხოლმე ეგეთ კითხვებს მე ანუ ძალიან მოგვიფიქრე. მე არასდროს მომიტყუებია პირველ დეიტზე. არ ვარ ესე დეიტზე ნამყოფი. არც მე. ვაუ, რას ქვია? შეყვარებულები ყოლიათ, ხო? კი. და დეიტზე როგორ არ ხართ ნამყოფი? თქვენ ტიპსი დაგიფინანსებთ და დაგპატიჟებთ დეიტზე. ორივესთვის პირველი დეიტი. You are welcome. ხო მაგარია? Let's go. It's a fucking day. რესტორანს მე ვარ, ჩემ თუ შენ არ მე დაგელაპარაკებით, მოგიყვებით ყველაფერს. It's a match, ხო? კარგად ვიხართ. თუ არ გაქვს პრობლემა რომ ორ შაბათს დეიტზე მივდივარ?
არა, უხონოდ დაალაგოთ ეგ თემა ფსიქოლოგთან. ხო. მერე ნახოთ. თუ არ დაალაგდება. მერე შევხვდეთ. გამოგივლის. დაალაგდით, თქვენ დაალაგდით, მოგვარდით. მერე ეს გავიჩიტე. მეც გავიჩიტე. მადლობა. მადლობა. ეგ არის. აი გამოვიდა. არის გაიცანით ერთმანეთს. ბოდიში სანდრო დაგახიეს გოგო. არა, ვილია. ვილია. ბრავო. გავარჯობოთ. თემო ვარ 23 წლის. მუშაობ, სტუდენტი ვარ და ვეძებ გოგოს, რომელსაც არ ყავს ბიჭი საუკეთესო მეგობარი. ვაუ, ძალიან კაი დრამა შემოიტანე. თემო, მომიყევი რატო მოხდა, რომ ეს არის შენი პირველი სათქმელი ამ მაგიდასთან? ეგ განაპირობა გამოცდილება ზუსტად ხო. ზოგადად არ მჯერა გოგოსი და ბიჭის საუკეთესო მეგობრობის რა. ჩემთვის არის წარმოუდგენელი, როცა ყავს მეგობარი საუკეთესო გოგო, მასთან ერთად ატარებ ხშირად დროს, ერთმანეთს უზიარებთ აზრებს. პირად ცხოვრებას. კი, soulmate-ები ხართ და როცა ამ კომფორტში ხარ, მე ვფიქრობ, რატო შეიძლება არ უნდა მოგინდეს უფრო მეტი ამ ადამიანთან, როცა ის შენთვის ასეთი კომფორტული არის რა. იცი რა არის? თან საინტერესო მედიტაცია, მაგრამ მე პირადად არ გეთანხმები. ეხა მე ჩემზე არაფერ შორში არ არის. მითხარი შენ ოდესმე ყოლია თუ არა ახლო გოგო მეგობარი? არა. არა. შეიძლება არ ყოლია საკმარისად კარგი მეგობარი გოგო, რომელსაც არ მოწონხ, სულ გრძნობ ხოლმე რომ მაგალითად იმას გოგოსაც შეიძლება მოწონდა, მაგიტო თუ აი შენ თავს ვერ შენ თავზე გაქვს რომ მე არ შემიძლია რომ გოგოს მეგობრო. ჩემ თავზე ოკეი, მესმის. რა და შემდეგ გონია რომ ყველა ბიჭს აქვს ეგ მახასიათებელი. მესმის. და ეს მაშინ შენ უკვე თქვი სხვაში red flag-ი რაც გონია, ხო? შენ თავში რა სიტყვადი, რა არის? ჩემს თავში ყველაზე დიდი red flag-ი არის ის, რომ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი. მარტივად ვინდობი და მარტივი მიჯაჭულობა მაქვს, თუნდაც 3 დღის გაცნობილ გოგონას. მეც ეგრე ვარ, მაგრამ ეგ შეიძლება კარგიც არის. ემოციურობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ გეხმარება რამდენი რაღაცის გაგებაში, გამკლავებაში, ოთახში ძალიან მნიშვნელოვანი ამდენ ადამიანში, რომ ეგ შეგეძლოს ემოციური ლავირება. ეგ არ არის ცუდი ამბავი, პირიქით უნდა გამოიყენო შენ სასიკეთოდ. არ თქვა რომ ეგ red flag. აი მოდი წაედოთ მაშინ და თუ ამოვა ჩემთან დეიცე გოგო რომელსაც ყავს ბიჭი საუკეთესო მეგობარი და თუ მესაუბრება ამ მოდი აი თუ დეიცს არ გიაყოლ დაუთკიცოთ ამ ბიჭო არსებობენ girl besties who you can be friends with. არა მოხვალთ. ვინმე თანამოაზრე ბიჭი არ არის შეიძლება დაგვეთანხმა ამ ყველაფერზე? ეთანხმე. გოგო მეგობარი მყავს. ვიდე თუ. ჯენ მოდი. მიკროფონს არ დააჭდე ბიჭო. რა ქვია გამარჯობა. ლუკა, რას ფიქრობ, შეიძლება ყავდეს ბიჭს გოგო მეგობარი? კი, ალბათ შეიძლება, საუკეთესო მეგობარი. ესე საუკეთესო ცოტა ისეთი ცნებაა, თითქოს აჯიბრებ ვიღაც მეგობრებს ერთად. მართალი ხარ. მაგრამ ცოტა რთული ამბავია, რაღაც საკითხებში, ბიჭია საჭირო რომ გაგიგოს. რაღაცა ძმაკაც გოგო ვერ იქნება, მაგრამ საუკეთესო მეგობრები ყავს კი გოგოები, ბევრი. მე მგონია რომ გოგოებს და ბიჭს ან ხშირად ჩვენი ბიოლოგიიდან გამომდინარე გვაქვს რაღაცების სხვადასხვა პერსპექტივები და ეს პერსპექტივები ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე ორივე მხარე, როდესაც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას იღები, იქნება ეს პირად ცხოვრებაში, იქნება რაღაც კარიერაში ან რაღაცა ჩემი აზრით მაგიტო არის ეს ბალანსი მნიშვნელოვანი. შენ მაგალითად აი დავინახე რომ გოგოებთან ერთად ხარ ახლა მოსული, ხო? ორივე ხო შენი მეგობრები არიან. და რას ეტყოდი ამ ბიჭს, რომელსაც ამბობს, რომ არ მოწონს გოგო მეგობრების ყოლა. რას გაძლევენ ეს გოგო მეგობრები? რატო ყავს გოგო მეგობრები? ეს არ უყურებ რა ვიღაცას რომ უმეგობრდები. რა ვიცი. შენ უყურებს ქეს. როგორც და ისე. გოგო მეგობრები მეც ყავს, რა თქმა უნდა. მაგრამ გოგო საუკეთესო მეგობარი არ მყავს. სარას ნიშნავს საუკეთესო მეგობარი შენთვის? აი მაგალითად ძმაკაცი რო ავიღოთ რა, ძმაკაც და გახსნილი ხარ ყველანაირად, ყველაფერს უყვები, მაგრამ არ მყავს გვერდით გოგო მეგობარი, რომელსაც ამ ყველაფერს მოუყვები. ეგეთი ადამიანი რომ მყავდეს, მე მაგოგოსთან ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, არ მჯერა გოგოს და ბიჭის მეგობრობის მგონია, რომ უფრო რაღაცა რომანტიკული არის ეს ყველაფერი. და რატო ვერ მოუყვები, მაგალითად, ჩემ გოგო მეგობარს რატო ვერ მოუყვები ჩემ პაემნებზე მაგალითად. ვინც მე მომწონს, ან ის რომ იყვება ვინც მოწონს და მეთქი გონია რომ ძალიან რომანტიკული ხდება მე ეს ყველაფერი და მაგით.
გოგოებო, რომელიმესთან ამოდით. აი, ვიღაცები განან, ხო? ვინ გახართ იქ? ბიჭები არიან, ბოდი. ან შენ წადი ვერტევ ჯერ ეს ამოვიდა, შენ წადი. მადლობა. შენ დაგიბრუნდები. გოგო აბასად იყო? აი, ლამაზი გოგო. მოდი აქ, ლამაზო გოგო. მართლა ლამაზია, მოდი აქ. ლამაზი. გამარჯო. თემო. მიკროფონია. ოკეი. თქვენი სახელი? კეთევანი 21 წლის. ლოგარ ამ შოუზე გავიგე 2 დღის წინ და მეთქი ნანა არის აი უსაყვარლესი და უეჭველი უნდა მივიდე და გავიცნო. ამიტომ ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. მე რა დაგვილაპარაკოთ და გავიცნობ, იმიტომ რომ იურისტი არის ყველაზე სექსი პროფესია ჩემი აზრით, ხალხს რაც შეიძლება კონდეს. ანუ ბოს ყველაფერი შეგიძლია დაგიცვას, მიდი აბა ეხლა შეყვარებული ყავს იურისტი, აი კამერთან ამაზე ვინა შანსია. სასიამოვნო, მეც იურისტი ვარ, მეც მეოთხე კურსელი ვარ. იურისტად არ ვმუშაობ, მაგრამ გამოცდილება მქონდა სასამართლოში სტაჟიორად ვმუშაობდი მეორე მესამე კურსზე და რა პოზიციაზე კანცელარია? როგორ? რა პოზიციაზე სასამართლოში? ვერ გავიგე. რა პოზიციაზე? სად? საქალაქო სასამართლოში უბრალოდ დამხმარე ვიყავი ადვოკატის ფაილების გადარჩევა განურჩევას. არა, მე საჯარო სფერო არ მომწონს, მხოლოდ კერძო კომპანიები. კერძო. რას ეძებ ხოლმე ბიჭი? რა ხასიათობრივად? ზოგადად, რომ თქვა, მე ოღონდ ბიჭი. ნახე, უკაცრავად, მაგრამ ხო გაიგე ამ ბიჭმა რა მოყვა მეოთხე კურსზეა, სამართალზე სწავლობ. აი, იცი როგორ, ხასიათის მხრივ უფრო. ოკეი, როგორი ხასიათი გაქვს შენ ლამაზ? ძალიან კაცრი ვარ. ძალიან კაცრი და აი იცი რა არის პრობლემური ზოგადად? ხარიაბა. ძალიან დისციპლინირებული ვარ და შეიძლება აი ჩემს რაღაც პირად მიზნებს და ჩემს პირად ხედვებს უფრო დიდი უპირატესობა მივანიჭო, ვიდრე აი სხვა ადამიანის და შეიძლება ეს red flag-იც არის. ჯერ კარიერა და შენ თავი და მე ბიჭი. Boss bitch in the house. კარგი ამბავია ყოველთვის. შენ ეს ფიქრობ? კითხვა მაქვს. მიდი. ერთი. აი, ეხლა რომ ტელეფონი გირეკავდეს, უპასუხებ თუ თავის გადაირჩენდი ამ ზარით? ანუ უპასუხებდი და დარჩებოდი თუ იტყოდი რომ აი არა, ტელეფონი არც ამიღია, ამიტომ არა, არც აუღია, ნახე. ოკეი, მადლობა. აი, მაგრამ აი კითხვა იყო, მომეწონა. იცი რა მაინტერესებს? აი შენ როგორი ხასიათი გაქვს? შენ ძალიან დისციპლინებული ხარ და შენ თავზე ზრუნავ, როდესაც ურთიერთობაში ხარ თუ პირიქით ისეთი ბიჭი ხარ, რომელიც აი სულ გოგოზე არის ორიენტირებული? გამცემი ვარ უფრო ხშირად, რა ძალიან მიყვარს ემოციების გაცემა რა. რომანტიკული ადამიანი ვარ, საკმაოდ და კიდე ხო ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ერთ-ერთი ურთიერთობა ჩამეშალა, რომ მე არ მინდა ჩემს გვერდით ბიჭი, რომელიც არის ემოციური. რას მელაპარაკები? გოგო, რას ამბობ, გოგო? რას ფიქრობ? ემოციური გვერდზე გატემა რომანტიკული ბიჭი არ არის შენთვის მნიშვნელოვანი? აი ძალიან ვერ დაგეთე. ვერ ხდები რა ხდება რა მე მომწონს ეს რომანტიკული ბიჭი. რატო არ მოგწონს რომანტიკული ბიჭები? აი გაჩნია. აი ემოციურობა უფრო არა. და ემოციურობაზე, აი, ორწამე, მოდი ახლა ჩავშალოთ, რა არის რომანტიკული ჟესტი, ვთქვათ, ანუ აი შენ როგორ გამოხატავდი შენ რომანტიკულობას? უმეტესწილად სიტყვებით ურთიერთობაში ცოტა ისეთი რაღაცა გულუბრყვილო ადამიანი რო ხარ და ის იყო ცოტა რაღაცა აი დაახლოებით შენაირ აი ცოტა მიმწოლი ცოტა რაღაცა აი ეგეთია მეც ჩემნაირები მომწონს და ეგ არის რა ზოგადად აი ხო ვთქვი თავიდანვე რომ მესმის ზუსტად ჩემნაირ მესმის აქ იცი რა შემთხვევა მოხდა ახლა რომ თქვენ იდეალურად აჩვენებთ ერთი რაღაცა რომ აკრას თქვენ უნდა იძმაკაცოთ და იმეგობროთ იმიტომ რომ ზუსტად ერთი და იგივე ისა კარიერული ის გაქვთ მოწოდება, ერთი და იგივე კარიერული მოწოდება გაქვთ, ერთმანეთის ანტიპოდები ხართ და ჩემი აზრით შეგიძლიათ ერთმანეთს ძალიან ბევრი რაღაცა ასწავლოთ და დაუმტკიცოთ, იმიტომ რომ ესე განსხვავდებით, მაგრამ თან გავხართ. რას ფიქრობთ? კარგი არა? იმეგობრებთ თუ გეითი არა? აი, ჩემი ყველა მეგობარი ეგეთია ზუსტად, მართლა. კი. აი, კაია. ემეგობრებოდი? საუკეთესო მეგობარი არ ვიქნები. მაგრამ ემეგობრებოდი. კაია, მომეწონა. გონი ეგა ვარ. კაია, მადლობა ძალიან დიდი. კაი ბიჭი, კარგი გოგო ხარ.